ნათელა გელიაშვილი და ბატონი ანზორი გელიაშვილი. მიანის გვარი საყარაბარო. თქვენი გვარი რა საიდან მოხვიდით? დოესიდანა. მიყვარს ხოლმე სკოლად მოსეს. გურულები. აბა, თქვენზე მითხრეს რომ ლურსმანს არ ჭობდა ხისი ატაკში ხელითო. ხელითაც ვარ ჭობდი და დაშოც მეჭიდავებოდი. მართლა? ათწონას მიჭიდავია. მართლა წამბობთ მეგობრები. 200 კილოენ დასწავაქციე. სენაზე რომ აიყვანეს აქ. სენაზე. ცირკი რო ჰქონდათ. ცირკის. აბა უთხარეთ მე რა ძვალსაც გავტეხამ, გაიტეხამდი შენათქო. ინდაური მარგლებს ამправდი ხოლმე ნეკათითით. აი ასე. ახლა როგორ ასაკვე ახლა? ახლა გაუბირდი და რა შემიძლია. 84 წელსა გავხდი. 84 წელსა გავხდი. 84 წელსა კიდევ. მე ხოთა შეგადავე. ამითი თავს იქცევთ ალბათ არა ერთობა. ერთობა. ეს ზამთარში ხო მომიტანენ ხოლმე. ერთობა. მასალას გას მოკვდება, კარგად მოკვდება. მასალა რო არა მაქვს. რომ მომიტანენ ხოლმე ხელად ვარ. აქ ირგვლივ რა სოფლებია? იქით მეტეხი. აქეთ ნიაპი. იქით ყორტა. იქ ხო კასპი. იქით კასპია, მე ეგეთ დუესი. მეორე სოფლებია. რაკალი. თქვენი ულე. კასპის გამოყოფა, ტურის გამოყოფა. ჩვენ ყველაზე ახლო ვართ კასპის რაიონთან. თქვენი ბაზარი სად არის? კასპში. ახალქალაქის ბაზარში? ახალქალაქში. ის პირით. გადიხართ ხოლმე იქ რა? მე გამოგავთ თუ არა? დავდიოდი თორემ როცა კარგად მოვიდი. მე შემიძლია ცხოვრება, აი აი წაიყვანდა. ჩარაგებულები რომ მქონდა რაღაცები, იქიდან იქ მქონდა და წავიღე და ხალები ღირებენ ჩვენი რათა ყველაფერი დიასახლის უნდა ესა ჭურჭელია, მწვანილია, ჩირებია, სულ ყველაფერი ლაგდება, რაც გინდა დაალაგე. აბსოლუტურად. პური ნაზუგებს რო ვაწყობ ფეთში, ჩვენი რა დავალაგებ, ადვილადაც ცივდება. არ ჩაითანხლება ფეთში რო ვაწყობ პურებს. კარგია ხო ძალიან. კარგია, თქვენი მამა როგორ ებსხოდა ეხან რომ ითხრა? აი, ჩემი მამა ეგრე როგორ თქვენი სახით ესე გაშლილი. აი ეს არ უკეთებდა ეს კიდე ესე ქონის ესე. პირდაპირ იყო. პირდაპირ. გადაუქნავდა და იბაზე ცივდებოდა. შიროვალაგებდი საწადე და ჩემი ეთყოდა ხმე კაცო ცოტა ამაღლეი. მეტი არ ვიცი შვილო ხალო მეტი არ ვიცი მე ესე ვიცი. რო ჩირებ რო ვალაგებ იკრევაო. სიხარული როდის აკაქვთ ხოლმე, როდის გიხარიათ? აი როცა ჩემი შვილები კარგად არიან, თორე ისე ავათავარ თუ არისად. უნდა ციფრი იყო კარგად. რამდენი ყვანა? 3 ბიჭი, 8 შვილი, 3 რძალი. მოგუარა. სიყვარული გამოყევით? თუ მოგიტაცა? სიყვარულით არა. გავიდი. მართ ნანახი არა ყავდათ? როგორ არა. ამ სოფელში იყო ჩემი გადაწყვეტილი. იქით ცხოვრობ ძალიან სოფლის ბოლო. აქედან სოფლი თავია, სოფლი ბოლოში და იქ რა ჩამოვიდი სკოლის მოსწავლე თურმე ეს ბატონი ამატყარებს და დავდიოდი, გავლიდი და რო გავლიდი თურმე თავი ძმას უთხრა, თომიკა თემოსი დედრი, როგორ კარგი გოგოია, მაგარი გოგო. თარა მიყოს ურა ბატონო. ხო. ლასინკა მაწეინა, ჩემი სიზი აშენებდა სახსა, დაუდო დიდი ქვები. ლასინკა ხო გურიაში ხო არის მაინც. ასიეო და მე ავიტანეთ მეორე სარფულის ლასინკა. ეს რა მაგარი გოგოა ხო. აი ესე. შემოთამოს ათქრავი, კაი ბიჭიაო, შრომელიო, სუშრომაშია თავი დღეინდა მოწრება 5 წლიდან სუნახიში დადიოდა. ძროხები დაკავდა 5 წელიწადს. აი ეს რა. მე თბილისში ვიმუშავე 30 წელიწადი. კასპშიც ვიმუშავე 7 წელიწადი. კარგები ხართ, კარგები, ნამდვილები ხართ, საყვარლები. ნამდვილი ქართველი. ოჯახი ხართ, ნამდვილად. კარგად ახართ, ოჯახად ხართ, ერთმანეთი გიყვართ, შვილები კარგად აკავთ, ეგ არ არის მთავარი. თავარი ეგ არის. პური გვაქვს მაინც. ჭერი გაქვთ, პური გაქვთ. აქ რითი ცხოვრობს ხალხი, მეზობლები რითი ცხოვრობენ? აი მეზობლები, აი ეს რომ მოყვა. ხო. მაგისტროლები სუსტამენ. წნავენ. სულ ბომში ყოველთვის ეგენი ხარშავენ რაღაცა. ხარშავენ ხარშავენ და ეგრე მიაქვთ ისინი ძარადვირად ახიდიანები რაღაცებს. ჩვენ ახლა ეს რო ერთობა მოუტანს. იდეა ზოგი თბილისში მუშაობენ, თბილისში დადიან. 4 მარშრუტკა მუშაობს. აქ რა არის შემოსავალი? სოფლის შემოსავალი რა საქმე აქვს? რა არის მიწას თავდაანებს და რაღა შემოსავალი აქვს არა? მიწაზე არ მუშაობს არავინ? არა, წყალი არა გვაქვს, სარწყავი. აბა უწვროთ ეს ბაღჩები როგორ იქნება? აი როგორ აგადაჭამ დაჭის მოტორი თავცა. ჩამაგდა მოტორ ჩავთან და იმითი ვწყამ.
ნაკვეთები იქითკენ მაქვს პატრონთარი. წყალი წყალი არ გამოგუბანეს და გვართავეს. ყოჩაღად იყავით, დიდხანს იყავით და ერთმანეთი ყავდეთ დიდხანს. ბატონო ზურა. თქვენ წმულებს თქვენ მართლა მიყვარს კომუნიკაცია. თქვენ წმულებს წავიღებ და ჩემს ბაღში გამოვფენ და იქ თავს მოვიწონებ. რა თქმა უნდა. ვიტყვი რომ ასეთმა კარგმა ხალხმა გამომატანა. დავაწყობ შემოდგომაზე ბევრ ხილს და გამოვფენ და ვიტრაბახებ თქვენი. კარგები ხართ. ამისი ჩემი დიშვილებს რომ მიაქვთ სულ ეგრე რომ მიაქვთ ხახლები საპატივსაცემლო და დავალაგებთ ხომ ვისაც უპატივით ხახნიად. ხანი თვითონ ხახალი მოგვეცით ეს აიღეთ და ხახალი მოგვეცით ეს დედას ნაჭუგარიაო. მაგრამ მადლიანები ხართ, მადლიანები და საყვარლები. კარგები ხართ. დიდხანს იცოცხლეთ. ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა და ცოცხლეთ. მეც ისე გამეხარდა ხო გიცანი ისე გამეხარდა რომ დაგიდა. მარტო კი არ მიცანი ჩემი პამიდორიც გაგეგეთ დათესილი. პამიდორიც ამაკ. კარგად მიხედე კაიჯიშია. კარგია, მე დგა შაშანა აი ძველი ესე ხარიგულა. ხარიგულას ვეძახი მე. ეგრეა და. კარგად იყო. ეხლა მოუხიკავთ ამ კალათებს და წავალ წახში. რო დამტივდება მე უნდა მოხვიდეთ. მე მობძანდი ისეთ